სულიკო ჭიპაშვილი ზესტაფონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მოწყობილი ღონისძიების მთავარი პერსონაჟი, რომელსაც ერთ-ერთ ყველაზე საპატიო და გამორჩეულ პროფესიაში 45 წელი აქვს ათვლილი. ცხოვრებისა და პედაგოგიური მოღვაწეობის 80 წლის თავზე კი ის კიდევ ერთი ახალი სტატუსის წარსდგა საზოგადოების წინაშე. სულიკო ჭიპაშვილმა ლექსების პირველი კრებული გამოსცა სახელწოდებით გული არ ბერდება. ერთბაშად იფეთქა ამ ლექსებმა. მიყვარს ეს პოეზია, მიყვარს. ყველა ლექსი ჩემი ვიცი ზეპირად. ოროტომი მინდა კიდე რომ გამოუშვა, ახალ ლექსებს მე. სიყვარულზე მოდის უმეტესად. ყველაფერზე ვწერ, რაც გული მიკარნახავს და თავარი ჩემი ლექსების კრებულია, გული არ ბერდება. ხალხო შეიძლება ისე დაბერდება, მაგრამ შინაგანად არ უნდა დაბერდე. მე დღეს ახლა ისეთ მიხარო და კი ემოციური ქალი ვარ, მაგრამ ყველა უნდა გიყვარდეს. მატებს ძალიან დიდ ძალას, ძალიან დიდ ენერგიას, ამიტომ აქ ჩემ ლექს გული არ ბერდება და არც არასდროს დაბერდება გული. სულიკო ჭიპაშვილის ლექსებში ჩადებული გულწრფელი ემოციები სწორედ თაობებთან გატარებული ყოველდღიურობით არის ნასაზრდოები, რომლის გარეშეც უბრალოდ მისთვის ცხოვრება წარმოუდგენელია. მასწავლებლად უნდა დაიბადო, ამბობს ხვაწლმოსილი პედაგოგი, რომელმაც შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა საიმისოდ, რომ შორაპნის სკოლაში თავისი ისტორია დაეწერა. არის ჩემი დიდი სიყვარული. ამიტომ არ დავბერდი მე ამდეხან. გული მქონდა ხალას, სულ ადამიანი რო შემხვდება, სულ ყველას ვლოცავ. მიტევება ვიცი. არ შემიძლია, სულ მართალი არ იქნები ყველგან. თავარი არის ეს ჩემი მოსწავლეები. რათი გაიგეს ასე რომ მილოცავენ, ასე რომ კოციან და მისი მშობლები, მასწავლებელი უნდა დაიბადო, როგორც ხატვარი იბადება, როგორც მუსიკოსი იბადება, რაც შემეძლო ყველაფერი ჩავდები მოსწავლეებში. სკოლა 12 წლის წინ დატოვა, თუმცა აქტიურ შრომით საქმიანობას ახლაც აგრძელებს. სრულიად სხვა სფეროში დიასახლისის პოზიციაზეა. ისე მიხარია რომ მივდივარ ჩემ სამსახურში, ამაზე კაი რა არის. ზოგი ქალბატონო სულიკოს მიცახე, ზოგი სულიკო ბებოს, ყველა გულით მეფერება. საიუბილეო საღამოზე შეკრებილმა კოლეგებმა, მოსწავლეებმა, ახლობლებმა 80 წლის იუბილე და წიგნის გამოცემა დიდი სიყვარულითა და კეთილი სურვილებით მიულოცეს ამაგდარ ქალბატონს. განსაკუთრებული ყოველი ჩვენთაგანისთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო, სასურველი და მონატრებული დრო. და დღეს ჩემი უსაყვარლესი ადამიანის, ბავშვობის ადამიანის სთინა, იგივე სულიკო, ჩვენ სულიკოთი ვიხსენიებდით ყოველთვის იუბილეა. 80 წლის გახდა. ასე სულიერად მხნედ, სიყვარულით სავსე, ენერგიით სავსე ქალი, რომელიც ბავშვობიდან აი ასეთი ენერგიით მოდის. ყველა ღონისძიება, რასაც ამიერკავკასიის რკინიგზის შორაპნის მერვე საშუალო სკოლაში ხდებოდა 60-70-იან წლებში. მე სწორედ 76 წელში დავამთავრე, მაგრამ 66 წელში შევედი სკოლაში. მაშინ სულიკო იყო ჩვენი ჯერ ოქტომბრელების, შემდეგ პიონერ-ხელმძღვანელი, კომკავშირშიც სულიკო მიგვიღო და ჩემი დაწყებითების სკოლის მასწავლებელი ბაბუკო ბახიძე გახდა და მისი ავამტყოფობის დროს ყოველთვის სულიკო ანაცვლებდა მას და ყოველთვის გვიხაროდა ჩვენ სულიკოს კლასში შემოსვლა, რადგან სასწაულად, როგორ გითხრათ, ბავშვური სიხარულით სავსე განწყობებით შემოდიოდა. ყოველთვის სტროფებს გარითმავდა ხოლმე და ბავშვებს გვასწავდა რაღაცას, მაგრამ ჩვენ გვეგონა ეს მაშინ ეს პოეტის ლექსი იყო, რომელიმე პოეტის, მაგრამ სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ თავად არის ამ პოეტური ნიჭიერებით სავსე და ეკრებულიც გამოსა უკვე და დღეს ამის პრეზენტაციაც გახლავთ. მიხარია, რომ ამდენი სიყვარული მოიპოვა მან ჩვენს ქალაქში. არიან ადამიანები, რომლებიც შეიძლება თითქოს ერთი შემთხვევით არაფრით გამორჩეულები არიან, მაგრამ შინაგანად არიან მთელი სამყაროს დამტევნი. ნაკლებად მეგულება ჩვენ ქალაქში ადამიანი, ვინც მას არ იცნობს. 90-იანი წლები გეტყვით, რომ მან თავისი შემოქმედება ლექსებად, მარგალიტებად დატოვა თითოეული ზესტაფონელის ოჯახში და ამან ძალიან დიდი სიყვარული გამოიწვია ჩვენი ქალაქის მხრიდან. მე პირადად ძალიან დიდ სიყვარულს ვუდასტურებ
ძალიან დიდ პატივს ვცემ მის ღირსეულ ასაკს, რომელსაც დღეს წარმოადგენს, იმზე გრძელოს, იდღე გრძელოს და ძალიან დიდხანს ხალისით მიუყვებოდეს ჩვენი ქალაქის ქუჩებს. მიყვარხარ სულიკო დეიდა. ღონისძიება მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია გულანის ეგიდით ჩატარდა. ნამდვილად მეტად მნიშვნელოვანი დღეა. დღეს გაიმართა ჩვენი თანამოქალაქის კალბატონ სულიკო ჭიპაშვილის ლექსების კრებულის პრეზენტაცია. სათაურით გული არ ბერდება. აღნიშნული ღონისძიება გაიმართება აკადემია გულანის ორგანიზებით, რომელსაც ადგილობრივ ღონისძიებას ორგანიზაცია გაუწია ზედამხედველობა და ორგანიზება გაუწია ქალბატონმა ზია კვინიგაძე. კიდევ ერთხელ მადლობას მოახსენებთ ქალბატონ ზიას ასეთი კარგი ღონისძიების დაგეგმვისათვის. ქალბატონ სულიკოს უსურვებთ კიდევ ერთხელ ჯანმრთელობას, მხნეობას და როგორც აქ გაჟღერდა საუბრის დროს კვლავ იგეგმება ახალ ლექსების კრებულზე მუშაობს ქალბატონი სულიკო და ჩვენ მივესალმებით აკადემია გულანი ასეთ კარგ წამოწყებას და ყველა ასეთი კარგი ღონისძიების ნამდვილად ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი კიდევ იქნებით შემდგომში. ღონისძიების დასასრულს იუბილარმა წაიკითხა ლექსები თავისი პირველი კრებულიდან და შეასრულა რამდენიმე სიმღერა.